მოიწონე Anonymous Facts-ის Facebook გვერდი და არ გამოტოვა ახალი ვიდეოები არხს. ზომბი აპოკალიფსი. ძნელი სათქმელია თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ფსიქოტრონული იარაღი. ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები თუ იდუმალი სულიერ ფიზიკური ავადმყოფობა, რომელიც სამხედრო ლაბორატორიებში გენურმა ინჟინრებმა შექმნეს. ერთი რამ კი ნათელია. ზომბი აპოკალიფსი ჩვენ ადამიანებს არ წარმოგვიდგენია ისეთი, როგორიც ის რეალურად შეიძლება იყოს. წარმოვიდგენთ ბეისბოლის პიტებით ხელში, როგორ ვიგერიებთ ზომბებს და შემდეგ ვისვენებთ რომელიმე მიტოვებულ შენობაში, სადაც ძალიან ბევრი შოკოლადი და სასმელია. მოდით სხვა და უფრო რეალური ვერსია წარმოვიდგინოთ. ადამიანების ძალიან მცირე პროცენტი თუ გაბედავდა ზომბი აპოკალიფსის დროს თუნდაც ერთი წუთით შესვენებას. წარმოიდგინეთ მოგზდევთ 3 ან 4 ზომბი. ამ დროს კი თქვენთან ერთად თქვენი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ნუ თუ შეგწევთ იმის ზალა, რომ ყველა ერთდროულად დაიცვათ და ყველას მოგერიება შეძლოთ, თანაც ისე რომ არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრებს ერთი ნაკაწრიც კი არ დაგრჩეთ. რა თქმა უნდა 90%-იანი ვერა. ზომბი აპოკალიფსის დროს მოგიწევთ გამუდმებით ერთ უსაფრთხო ადგილას ყოფნა და არა Walking Dead-ის გმირების მსგავსად გარეთ გასვლა და მიტოვებული მაღაზიებიდან საკვების წამოღება. თუ კი მაინც უკვე ისეთი შიმშილი შეგაწუხებთ, რომ გარეთ გასვლა მოგიწევთ, რადგან შიმშილისგან არსებობის გაგრძელება გაგიძნელდებათ, თქვენ იქნებით ძალიან დასუსტებული და უფრო დიდი შანსი იქნება იმის, რომ რომელიმე ზომბმა შეგიწიროთ და გაქციონ თავისიანად. წყალი ჩვენს ონკანებში მოდის წყაროებიდან და წყალსაცავებიდან, რომლებიც ფილტრებიან და ისე აღწევენ ჩვენამდე. წარმოიდგინეთ ზომბი აპოკალიფსის დროს, რამდენი დაჭრილი და დასახიჩრებული ზომბი შეიძლება მოხვდეს წყაროებში ან წყალსაცავებში. შემდეგ უკვე იმაზე ფიქრი მოგიწევთ, გაიფილტრა თუ არა ზომბის დავირუსებული სისხლი, სანამ წყალმა თქვენამდე მოაღწია. გამომდინარე აქედან შეიძლება მოგიწიოთ წყურვილით ტანჯვაც. ვარიანტი, რომელიც ყველაზე რეალურად შეიძლება აღვიქვათ, ეს არის კოღოს ნაკბენი, რომელსაც სისხლით ახლაც კი გადააქვს ადამიანებში დაავადებები. კოღო არ არჩევს იმას, თუ როგორი იქნება სისხლი. ის კბენს როგორც დაავადებულ, ასევე ჯანმრთელობით ახსავსი ადამიანს და შემდეგ ეს სისხლი ავტომატურად ხვდება სხვა ადამიანის სისხლში, როდესაც კოღო მეორე მსხვერპლს უკბენს. ახლა კი წარმოიდგინეთ ზომბი აპოკალიფსის დროს ზაფხული. რამდენი კოღო უკბენს ზომბს და მიიღებს მისგან სისხლს და მოაღწევს თქვენამდე. გამომდინარე ამ ვერსიიდან, დედამიწის აღსასრული ზომბი აპოკალიფსის დროს შეიძლება გახდნენ კოღოები. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ ეს ვიდეო ვავა 200 მოწონებაზე, გამოვა მეორე ნაწილი ზომბი აპოკალიფსის. მომავალ შეხვედრამდე.